საღამომშვიდობისა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ტოქ-შოუ ევროპულ არჩევანს. მე ვახოს ანაია ვარ. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. რა არის სამოქალაქო საზოგადოება, რა ეტაპები გაიარა და რა საფეხურზეა ის დღეს ჩვენს ქვეყანაში? რა გავლენა აქვს სამოქალაქო სექტორს? პრობლემები და პერსპექტივები. რატომ სვამენ კითხვას უკვე ამ სახით? არსებობს თუ არა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება? დისკუსია ტოქ-შოუ ევროპულ არჩევანში. ეთერშია ევროპული არჩევანი. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. წლების წინ არასამთავრობოების ბუმი იყო საქართველოში და სერიოზულ მოძრაობას წარმოადგენდა. საზოგადოების ერთი ნაწილი მათ საქმიანობას დადებით შეფასებას აძლევდა. მეორე ნაწილში აღიქმებოდა როგორც უცხო ფენომენი. საიდან ფინანსდება არასამთავრობო სექტორი და საკმარისია თუ არა ეს ფინანსები? როგორია მათი როლი საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხში? სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა თუ სახელმწიფო სტრუქტურებზე ზეწოლა? რას ნიშნავს სამოქალაქო კულტურა და არსებობს თუ არა ის საქართველოში? წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თამარ ქაროსანიძე, აღმოსავლეთ-დასავლეთ სიმართვის ინსტიტუტის ჯიპაკის პროექტის წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა ტუღუში, გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი, მალხას სალდაძე, პოლიტოლოგი, ღია საზოგადოება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი, ზაალ ანჯაფარიძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენელი, ქეთი ციხელაშვილი, ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემია თბილისი, შორენა ლორდ-კიფანიძე, ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი და ასევე ჩვენი სტუდენტებიც მიიღებენ დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობას. ბატონ გიგა, თქვენგან მინდა დავიწყოთ და დაგისვათ პირველი შეკითხვა, რას გულისხმობთ სამოქალაქო საზოგადოებაში დღეს? სამოქალაქო საზოგადოება ეს არის სფერო ასოციაციებისა და ორგანიზაციებისა, რომლებიც არის ფორმალურად ჩამოყალიბებული, რომლებიც დაცულია სამართლებრივად და სადაც წევრობა არის ნებაყოფლობითი. ამის შემდეგ ამაზე ალბათ მეტნაკლებად ყველანი შევთანხმდებით. ამის შემდეგ მოდის ბევრი დავა და დისკუსია, იმიტომ რომ მაგალითად უნდა დავსვათ კითხვა შეიძლება თუ არა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად ჩაითვალოს ის ორგანიზაციები, რომლებიც ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაგრამ სამაგიეროდ არადემოკრატიული და არალიბერალური ღირებულებების დამკვიდრების სურვილით გამოირჩევა. აი მაგალითად კუკლუქს კლანი არის თუ არა სამოქალაქო სექტორის ნაწილი. ან და საქართველოს შემთხვევაში მართლმადიდებელ შრომთა კავშირი არის თუ არა ეს ნაწილი. ამაზე დავა შეიძლება. არსებობს მაგალითად სხვა ტიპის განმსაზღვრელობას, მაგალითად როგორი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, გადაკვეთის წერტილი. არის ეს ორი რაღაცა სფერო, რომელიც ერთმანეთს აბსოლუტურად გადმორიცხავს, თუ არის ორი სფერო, რომელიც ნაწილობრივ ემთხოვა ერთმანეთს რაღაცა მომენტებში. იმავე სიტუაცია იგივე კუთხით შეგვიძლია განვიხილოთ ასევე ეკონომიკურ სისტემასთან დამოკიდებულებაში. არის თუ არა გადაკვეთის წერტილები, თუ უბრალოდ ძალიან ნათლად გაყოფილია სამოქალაქო საზოგადოება და ეკონომიკური სისტემა ერთმანეთსგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბატონ გიგა, მე წავიკითხე თქვენი მოსაზრება ერთ-ერთ ჟურნალში, სადაც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებთ დღეს სამოქალაქო საზოგადოებას. შეგვიძლია შეკითხვა დავსვათ ასე, არსებობს თუ არა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება, ან თუ არსებობს ძალიან სუსტია, თუ რა ეტაპზეა საერთოდ, რა შეგიძლიათ გითხრათ? სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ნამდვილად არსებობს, ოღონდ მას აქვს ერთი სტრუქტურული პრობლემა. იმიტომ რომ ჩვეულებრივ დემოკრატიულ ქვეყნებში თუ პოლიტიკურ სისტემაში და ეკონომიკურ სისტემაში გადამწყვეტი როლი აქვს ელიტებს, სამოქალაქო საზოგადოებაში გადამწყვეტი როლი აქვს სწორედ რიგით წევრებს. ანუ სამოქალაქო საზოგადოება პრინციპში არის რიგითი ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მოხდენაზე ზეწოლის საშუალება. მაშინ როდესაც საქართველოში ისე მოხდა, რომ უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდა გარკვეულ ელიტად, რომელსაც პირდაპირი და უშუალო მჭიდრო კავშირი საკუთარ ბაზასთან, ანუ საზოგადოების ფართო ფენებთან არ აქვს. ეს შეიძლება იყოს პრობლემაც, ნამდვილად არის პრობლემა უпростоრად, თუმცა ამას აქვს თავისი დადებითი მხარეც, ის რომ რახან ეს ელიტა არ არის ანგარიშვალდებული მასებთან, საქართველოს მოსახლეობასთან, ხო? ამიტომაც მას შეუძლია ისეთი ღირებულებების დამკვიდრება, რომლებიც შეიძლება მასებისთვის იყოს, მაგრამ რომლებიც აუცილებელი იყოს, თქვა, ლიბერალური დემოკრატიის ჩამოსაყალიბება. მე გულისხმობ მაგალითად ტოლერანტობას, თქვა, იმავე ჰომოფობიასთან ან ქსენოფობიასთან ბრძოლას და ასე შემდეგ. მაგრამ ისე უნდა დავინახოთ, რომ ეს კარგია, ოღონდ ეს არამჭიდრო კავშირი
საზოგადოების ფართო ფენებთან ნამდვილად ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოების გავლენას და მის როლს დემოკრატიულ პროცესებში. გასაგებია ბატონ ლაშა 90-იანი წლებიდან მოყოლებული რაღაც დინამიკა არსებობს სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით დღეს რა ეტაპზეა სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში? მე ვფიქრობ, რომ ხდება რეანიმაცია საზოგადოების და ამას თავისი მიზეზები აქვს. რეანიმაციაში მე გულისხმობ იმას, რომ იყო ფიქრობ საკმაოდ სერიოზული ვარდნა, რასაც ჰქონდა ობიექტური საფუძველი. პირველ რიგში ეს იყო, მე ვფიქრობ, მაინც პოლიტიკური საფუძველი, იმიტომ რომ ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება არის ნაწილი, რადგანაც ბატონ გიგამჟელობდა, ძირითადად საქმიანობდა იმ რესურსით, რომელიც ქვეყნის გარედან იყო შემოტანილი, ეს არ არის საიდუმლო. ის ფონდები, რომელიც დღესაც არსებობენ საქართველოში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტ შემთხვევაში ცხადია, პოზიტიურ გავლენას ახდენენ, ახლა შეცდომისგან არავინ არ არის დაზღვეული, მაშინ მათი ერთი მხრივ მათი, ასე ვთქვათ, აქტივობა, ფინანსური მხარდაჭერა იყო მიმართული გარკვეულ ასეთი ტიპის ჯგუფებზე და მეორე მხრივ მათ ჰქონდათ, ახლა ვიზაც თქვენ კითხვა დასვით, მათ ჰქონდათ ყავდათ ძლიერი მოკავშირეები ხელისუფლების იმ ნაწილში, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ამავე დროს იყვნენ ხელისუფლებაშივე ოპოზიციაში. ანუ მათ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, იმიჯი, მათ ჰქონდათ სახე, რომ ისინი იყვნენ რეფორმატორები იმ ხელისუფლებაში, მე ხა ძირითადად გულისხმობ ცხადია შევარდნაძის ხელისუფლებას. ამიტომ ამ ორმა ფაქტორმა ერთი მხრივ მხარდაჭერამ და გარკვეულმა ურთიერთობამ იმ ძლიერ ჯგუფთან, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში და მაშინ იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ხელისუფლების ოპოზიციაში, ესეთი ორმაგი, ასე ვთქვათ, ფორმა ჰქონდა მათ, ასე ვთქვათ, საქმიანობას და მეორე მხრივ ფონდების აქტიურმა მხარდაჭერამ განსაზღვრა ის, რომ შეიქმნა ესეთი, ასე ვთქვათ, აზრი, რომ აი იმ პერიოდში იყო ძლიერი სამოქალაქო ხელისუფლება. აი თქვენ თქვით, რომ რეანიმაცია ხდება. აი ერთ-ერთი ამ კომპონენტის გამოკლებით დღეს სამოქალაქო სექტორს შეუძლია არსებობა. იცით რა არის? მე ვფიქრობ, რომ დღეს ცოტა განსხვავებული პროცესი მიმდინარეობს. მე მაინც გავაგრძელებ ერთს დავამატებდი, რომ რევოლუციის შემდეგ, ასე ვთქვათ, ფარვატერი ძირითადი დამოკიდებულება გარედან, ანუ დასავლეთიდან იყო ისეთი, რომ განსაკუთრებით მაგალითად შეერთებული შტატების პოზიცია იყო ისეთი, რომ საქართველოში დემოკრატია შედგა და ამიტომ ამ სექტორს არ ჭირდება მხარდაჭერა დემოკრატიული პროცესების გაღრმავების თვალსაზრისით და ძირითადად ფონდებიც როგორც წესი, ეხლა მე შემიძლია ამის დასაბუთებაც და ახლა ციფრებითაც შეიძლება ლაპარაკი ალბათ, რომ მათი აქტივობა მხარდაჭერა არ იყო მიმართული აი ასეთი ტიპის ორგანიზაციებზე ამ მიმართულებით, რომ რაღაცა პოლიტიკურ პროცესებში მიიღოთ მონაწილეობა, დემოკრატიის განვითარებაში ისეთივე აქტიური როლი ეთამაშათ, როგორც ხდებოდა შევარდნაძის პერიოდში. ამა გამოიწვევს საკმაოდ სერიოზული ვარდნა, დღეს ვითარება იცვლება, იმიტომ რომ გადაფასება ხდება ზოგადად ჩვენი პოლიტიკური ელიტების, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, რომ მათი, ასე ვთქვათ, ხარისხი დემოკრატიულობის არც ისეთი მაღალია და ბევრი პრობლემებია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ აშკარა გააქტიურებას, მათ შორის ფონდების ერთი მხრივ და მეორე მხრივ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თვითონ ჩვენ საზოგადოებაში და იმ ნაწილში, რომელმაც დაიკავა ის ცარიელი ადგილი, მე ვეთანხმები ბატონ გიგას, ისინი გადავიდნენ ძველი, ასე ვთქვათ, სამოქალაქო გამოცდილი, სამოქალაქო სექტორის გამოცდილი მოღვაწეები გადავიდნენ პოლიტიკაში, მათი ადგილი ცარიელი გადარჩა, დღეს ამ ადგილს იკავებს ახალი, ასე ვთქვათ, ახალი ძალები, ახალი ადამიანები მოვიდნენ და მე ვფიქრობ, რომ რაღაც სერიოზულ გამოცოცხლებას აქვს ადგილი. ერთი მხრივ, სწორედ ფონდების მხრიდანაც, რომელიც საბედნიეროდ აღარ კონტროლდება ისე, როგორც ადრე კონტროლდებოდა, ესეც შეიძლება ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ მათი მოკავშირეები იყვნენ სამწუხაროდ იმ ფონდების, რომელიც აფინანსებდნენ სამოქალაქო საზოგადოებას, იმათ სათავეებში იდგნენ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ აშკარა მოკავშირეები ხელისუფლებისა. დღეს ეს ვითარება შეიცვალა. ამან მოგცა საშუალება ვხედავთ, რომ დაიწყო ახალი აქტივობები. რა თქმა უნდა, მე ოპტიმისტურად ვუყურებ ამ პროცესს და იმედი მაქვს, რომ გაიზრდება ეს აქტივობა ერთი მხრივ, მეორე მხრივ მე მგონია არ არის აუცილებელი გავიმეოროთ ის მოდელი, მე ხა თქვენ კითხვას მინდა უპასუხო, რომ მაინდა-მაინც ხელისუფლებაში ეძებონ მათ მოკავშირეები. ამ შემთხვევაში მათი მიდგომები უნდა იყოს ერთი მხრივ შეიძლება მათ ითანამშრომლონ ხელისუფლებას, ანუ მიაწოდონ თავისი შეხედულებები, კანონპროექტები
მეორე მხრივ მათი პოზიციები უნდა იყოს ძალიან პრინციპული და ასეთ ფაქტებს ხედავ მე. დღეს, როდესაც მათ აქვს ძალიან მკაფიო პრინციპული პოზიციები, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, ეს ეხება მედიის თავისუფლებას, ეს ეხება სასამართლო რეფორმებს, პენიტენციარული სისტემის რეფორმებს და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ეს არის განსხვავებული მოძრაობა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ეს კარგად დავინახოთ და ხელი შეუწყოთ სწორედ ასეთ მოძრაობას, რომ არ იყოს არ გავიმეოროთ და არ ასე ვთქვათ დავტრიალდეთ ისევ იმ წრეზე, რომელზედაც ვიტრე. ქალბატონ თამარ, ახალი ძალების შემოდინება ახსენა ბატონო ლაშამ. იგრძნობა თუ არა ეს ახალი ძალების შემოდინება თქვენი აზრით არასამთავრობო სექტორში და რა განაპირობებს დღეს ან თუ ფიქრობთ რომ სუსტია სამოქალაქო სექტორი მის სისუსტეს, ან თუ ფიქრობთ რომ ძლიერია მის სიძლიერეს? მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მოწვევისთვის. სამოქალაქო სექტორზე როცა არის ხოლმე საუბარი საქართველოში განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, ძალიან ხშირად ვადარებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ძირითადად ვარდების რევოლუციამდე და ვარდების რევოლუციის შემდეგ და მე ძალიან ხშირად მესმის ხოლმე, რომ ვარდების რევოლუციამდე არასამთავრობო სექტორი იყო ძალიან ძლიერი და დღეს არის ძალიან სუსტი. რასაც არ ვეთანხმები, მე ვფიქრობ, რომ პრინციპში ვარდების რევოლუციამდე ჩანდა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა უფრო მეტად და ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო თუნდაც ის, რომ მათ ყავდათ რუსთავი ორის სახით ძალიან ძლიერი პარტნიორი, იმიტომ რომ რუსთავი ორი ხშირად აშუქებდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. დღესაც საზოგადოებრივი აზრის კვლევიდან ჩანს, რომ მოსახლეობის 88% ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიებიდან იღებს. დღეს ნაკლებად აშუქებენ თქვა ნაციონალური არხები არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შედარებით ნაკლებად აქტიურებად გვეჩვენებიან. ანუ მთავარი არის მედიის დამოკიდებულება. არა, ეს ერთი ფაქტორია, ეს არ არის მთავარი. მეორე კიდევ რაც ახდენს გავლენას თქვა იმაზე, რამდენად ძლიერი ან სუსტი ჩანს არასამთავრობო სექტორი, არის ის მეორე მხარე, თქვა ხელისუფლება ამ შემთხვევაში. ვარდების რევოლუციამდე არასამთავრობო სექტორი ოპონირებას უწევდა შევარდნაძის ხელისუფლებას. რაც ჩემი აზრით იყო უფრო ადვილი, ვიდრე ოპონირების გაწევა სააკაშვილის ხელისუფლებისთვის. მაშინ თითქმის ყველა თანხმდებოდა, რომ ან არაფერი არ კეთდებოდა, ან რაც კეთდებოდა იყო ცუდი. დღეს არის რაღაცეები, რაც უკეთესობისკენ იცვლება, არის რაღაცეები, რაც არ იცვლება და არის რაღაცა, რაც უარესობისკენ მიდის და შეფასებები არის, თქვა, რაღაცა კარგია, რაღაცა ცუდია და ესე მკვეთრად ერთიანი განცხადების გაკეთება, რომ ყველაფერი ცუდია, უკვე აღარ შეგვიძლია. და არასამთავრობო ორგანიზაციებიც უფრო ფრთხილობენ თავიანთი კრიტიკის დროს და ცდილობენ, რომ თქვა, უფრო ფოკუსირებული კრიტიკა ჰქონდეს. აი, ქალბატონ თამარ, გასაგებია, რომ თქვა შევარდნაძის მთავრობა იყო უფრო სუსტი ვიდრე სააკაშვილის მთავრობა, მაგრამ თუ კი არსებობს კონკრეტული საკითხი, სადაც არასამთავრობოების მხრიდან არის საჭირო ზეწოლა, ხო, ხელისუფლებაზე. აი, რატომ უჭირს ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს, ასე ვთქვათ, თავის სიმართლის გატანა ან ზეწოლის მოხდენა? რამდენიმე კონკრეტული საკითხი შეიძლება მე მგონი გავიხსენოთ, სადაც ახერხებს არასამთავრობო სექტორი, რომ გარკვეული გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე. მე ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორი რო არ აქტიურობდეს, დღეს რაღაცა სფეროებში უფრო უარესი მდგომარეობა გვექნებოდა. იგივე არჩევნების კუთხით მე მგონი საკმაოდ რაღაც გავლენას არასამთავრობო სექტორი ახდენს და თქვა ერთ-ერთი საკითხი, რაც წამოწია არასამთავრობო სექტორმა ბოლო არჩევნების დროს, იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, სადაც აქცენტი მანამდე არ კეთდებოდა იგივე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, სანამ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ეს საკითხი არ წამოწიეს. სხვა სფეროებზეც რო არ იდებოდეს, თქვა უფრო ისეთი კრიტიკული ანგარიშები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, მაშინ უფრო ადვილი იქნებოდა ხელისუფლებისთვის იმის ანუ აი დასკვნის სახით რომ მითხრა, თქვენი აზრით, დღეს არის საკმარისად ძლიერი არასამთავრობო სექტორი? საკმარისად ძლიერი, მაინც მე ვისურვებდი, რომ უფრო ძლიერი იყოს. მე მაინც ვერ ვიტყვი, რომ საკმარისად ძლიერია, მაგრამ მე უბრალოდ ვერ ვიტყვი, რომ ის არის სუსტი და ვერაფერ გავლენას ვერ ახდენს. გასაგებია, ქალბატონ თამარ, თქვენც მინდა გითხოთ, რა არის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ან სუსტია სამოქალაქო სექტორი, ან ძლიერი. დიდი მადლობა. თუ შეიძლება სანამ კითხვაზე პასუხზე გადავიდე და უფრო სწორედ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მინდა რომ აღვნიშნო, ბატონ მაგი გამახსენა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, როგორც არის არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ ან გარკვეული ჯგუფების მიმართ. მე არ ვიმსჯელებ თლიანად, ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოების ან ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ყველაზე ნაკლებად უდგას ან საერთოდ არ უდგას. ჩვენ როგორც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, გვაქვს იურიდიული დახმარების ცენტრები, სადაც ყოველდღიური ძალიან ინტენსიური შეხება გვაქვს ათასობით, ასობით ადამიანთან. ჩვენ ყოველთვიურად ვაანალიზებთ რა პრობლემებით მოგმართავენ ადამიანები და ამას უდგებით ანალიტიკურად, ანუ ჩვენ საქმიანობას, ჩვენ სტრატეგიულ სამართალწარმოებას, ჩვენ თანამშრომლობას პარლამენტთან და ადვოკატირებას და ასე შემდეგ. მაგალითად, ერთი მაგალითი რაც შემიძლია გავიხსენო და ესეთი ყველაზე თვალნათელი მაგალითი არის
ალბათ ეს არის რეპრესირებულების თემა. ანუ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ეს საბჭოთა დროიდან მოყოლებული, ასე ვთქვათ, რეპრესირებულები, ვინც იყვნენ, მსხვერპლი ადამიანები, ჩვენ მოგმართეს ამ ადამიანებმა და ჩვენ დაწყებული იქიდან რომ გავაგზავნეთ, ანუ ადგილობრივ დონეზე ვაწარმოებდით საქმეებს და მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, შემდეგ უკვე ვთქვათ პარლამენტთან თანამშრომლობის დონეზე და ეხლა უკვე ადგილობრივ სასამართლოებთან თანამშრომლობის დონეზე ძალიან სისტემურად მივდექით ამ საკითხს. ჩვენ თანამშრომლობდით იმ ორგანიზაციასთან, სადაც ეს ადამიანები ერთიანდებოდნენ და 20,000 პირი არის ასეთი და შესაბამისად ჩვენ მათთან ნამდვილად ქონდა ეს ანგარიშვალდებულების მომენტიც და ის ადამიანები ვისაც წარმოვადგენ. რაც შეეხება ჩემს შეკითხვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაც შეეხება იმას, თქვათ, კრიტერიუმები ალბათ არ არსებობს ესეთი დაწერილი კრიტერიუმები ნამდვილად, თუმცა მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა ეყრდნობოდნენ თავიანთ საქმიანობაში. პირველი ალბათ ეს არის პროფესიონალიზმი, ნამდვილად, ანუ ყველა პროდუქტი, რაც უნდა იქნებოდეს და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მაქსიმალურად სასურველი არის, რომ იყოს ძალიან მაღალი ხარისხის, იყოს კომპეტენტური. შემდეგ უკვე თუ ეს ხარისხი არის ძალიან მაღალი, უკვე უფრო ადვილი არის თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა და მიტანა. ასე ვთქვათ, საკითხის და დასაბუთება, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ნამდვილად შესაძლებელი არის ამ პრობლემის მოგვარება. ასევე მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გარკვეული კოორდინირება, ანუ არა ვთქვათ განცალკევებულად თითო ორგანიზაციის მიერ, ну ესეც მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველს რაღაცა თავისი ადგილი ჰქონდეს, მაგრამ როდესაც რაღაც ესეთ გლობალურ უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს შეხება, მაშინ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის რაღაც არასამთავრობო სექტორის კოორდინირება და რაღაც ერთობლივად ცდილობა, რომ გარკვეული პრობლემები მოგვარდეს. მე ვფიქრობ, რომ მაუწყებლობასთან დაკავშირებული საკითხები და კანონი, უკვე კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ალბათ ძალიან კარგი მაგალითი იყო ამისი, იმიტომ რომ იყო ძალიან მაღალი დონის პროდუქტი, ესეთი ძალიან კარგად დაწერილი, რომლის სისწორეზე და საჭიროებაზე მსჯელობა და დავა იყო ძალიან მარტივი, იმიტომ რომ ძალიან ცხადი იყო პრობლემაც და ძალიან კარგი იყო ამოხსნაც, ასე ვთქვათ. აი თქვენ კოორდინირება ახსენეთ. ჭირს ხოლმე კოორდინირება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით? იცით როგორ არის, ანუ არის ძალიან ბევრი მიმართულების ანუ რა თქმა უნდა არ არის ხო ერთი სფერო და ყველა ორგანიზაცია ამ სფეროში არ საქმიანობს. ამიტომ ვთქვათ იმ ორგანიზაციებთან ჩვენ გვაწუხებს ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, შესაბამისად არის რამდენიმე ორგანიზაცია, ვინც იგივე საკითხებით არის დაინტერესებული და როგორც წესი არ გვაქვს პრობლემა, რომ მათთან კოორდინირება მოვახდინოთ და ერთობლივად ვეცადოთ, რომ რაღაც ეფექტური შედეგი გვქონდეს. გასაგებია, კოორდინირება ძალიან საინტერესო თემაა და ჩემი აზრით ალბათ პირდაპირ მის პოლიტიკურ პოლარიზებას არასამთავრობო სექტორის. იგა, რა შეგიძლიათ გითხრათ ამის შესახებ, რა იგრძნობა აშკარად, რომ პოლარიზებული არის, თქვათ, პრო მთავრობისკენ და ოპოზიციისკენ. თქვენ ამჩნევთ ასეთ პოლარიზებას თუ ვერ? მოდით პირველი ერთი პატარა რემარკა ქალბატონ თამარს მინდა აბსოლუტურად დავეთანხმო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებაში, ანუ ნამდვილად არის ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს თავის სოციალურ ბაზასთან, არის წევრობაზე დაფუძნებული, ხდება იქ რეგულარული როტაცია ხელმძღვანელობის, რაც მხოლოდ მისწავლებელია, მაგრამ ეს ორგანიზაცია არის გამონაკლისი, რომელიც ასადასტურებს სამწუხაროდ და ძალიან კარგი იქნება, რომ ბევრმა სხვა ორგანიზაციამ მიბაძოს სწორედ ამ მაგალითს, რომელიც გამონაკლისი იურისტებთან დაკავშირებით. ეხლა რა შეიძლება პოლიტიკური პოლარიზება. პოლარიზაციას რაც შეეხება, იცით როგორ არის, მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ჯერჯერობით დავადგინოთ, როგორი უნდა იყოს საერთოდ სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკურ სისტემასთან და სახელმწიფოსთან. ეს არის მნიშვნელოვანი, არის სხვადასხვა მიდგომები. არის მაგალითად მიდგომები, რომლებიც ამბობს, რომ რასაც სამოქალაქო საზოგადოება ის არის, რაც რჩება სახელმწიფოს გამოკლებით. ანუ გამოაკლი და რაც დარჩება, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, შესაბამისად მიმართება არის, ასე ვთქვათ, არამიმართების ტიპის. მეორე მხრივ არის მიდგომები, რომელსაც მე ვიზიარებ და რომელიც ფიქრობს, რომ ურთიერთობა ბევრად უფრო მჭიდრო და შეიძლება თანამშრომლობითიც იყოს, შეიძლება კონფლიქტურიც იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დამოკიდებულება ბევრად უფრო ასე ვთქვათ, მჭიდრო უნდა იყოს, ვიდრე ასეთი, ასე ვთქვათ, გაყოფა ძალიან ნათელი, ხო? იმავე პოლარიზაციას რო დაუბრუნდეთ, პრობლემა პოლარიზაციის იმაში მდგომარეობს, რომ ამ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორი ვერ ინარჩუნებს საკუთარ ავტორიტეტს იმის გამო, რომ
ძალიან ესე ვთქვათ პოლიტიკური კრიზისების მდგომარეობაში ის არ აღიქმება ასე ვთქვათ ობიექტურ მხარეთ და ეს არის პრობლემა. ანუ მას უბრალოდ არენდობიან არა იმიტომ რომ სიტყვაზე რომელიღაცა მხარის მიმართ ტენდერს უბრალოდ აღიქმება. არამედ არენდობიან საერთოდ მის ანალიზს, მის მიერ დადებულ ფაქტებს და ასე შემდეგ. აი ეს არის პრობლემა. მაგალითად, თუ სამოქალაქო საზოგადოების რომელიღაცა ორგანიზაცია დადებს სოციოლოგიურ გამოკვლევას მეორე ერთ-ერთი მხარე პოლიტიკური დაპირისპირებისა აუცილებლად გააკრიტიკებს კი არა და ეჭვის ქვეშ დააყენებს საერთოდ ამ გამოკვლევის ღირებულებას, იმიტომ რომ ითვლება რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაცია ან ერთ მხარეს, ან ოპოზიციის მხარეს არის, ან ხელისუფლების მხარეს არის. ანუ პრობლემა ის კი არ არის საერთოდ რომ ვიღაცის მხარეს ხარ და ასე ვთქვათ რაღაცა პოლიტიკური პოზიცია გიჭირავს. პრობლემა ის არის რომ საზოგადოებაში ითვლება რომ ამას მოყვება შენს მიერ განხორციელებული საქმიანობის, ასე ვთქვათ, ღირებულების დაკარგვა. ეს არის ძირითადად პრობლემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით გაყოფა საზოგადოებაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა სხვა გაყოფას ფარავს. და სწორედ ამაშია სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეც, რომ სამოქალაქო საზოგადოებას უნდა შეეძლოს პოლიტიკური გაყოფა სხვა ტიპის გაყოფებით გადაფაროს. მაგალითად, თუ არსებობს გაყოფა სიტყვაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებამ წამოაყენოს გაყოფა სიტყვაზე ქალებსა და არაქალებს შორის, ხო, მაგრამ ფემინისტურმა საზოგადოებებმა. ან ასე შემდეგ. მაგრამ იმდენად სუსტია სამოქალაქო საზოგადოება, იმდენად არ აყავს თავისი ბაზა, იმდენად არის დამოკიდებული საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომ სხვა ტიპის გაყოფების წარმოებას სამოქალაქო საზოგადოება თვითონ ვერ ახერხებს და ამიტომაც ერთ-ერთი შანსი რაც არის, რომ ან ხელისუფლების მხარე დაიჭიროს, ან ოპოზიცია. გასაგებია, და კიდევ ერთ რაღაცას დავუმატებ უკაცრავად, თუ შეიძლება და როგორ ხდება გავლენის მოხდენა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხდება არა ავტონომიურად, არამედ იმით, რომ ხდება ლობირება საერთაშორისო ორგანიზაციებში, ან უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებში და მხოლოდ მათი ზეწოლის შედეგად ხდება, ასე ვთქვათ, სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოებას იმის გამო რომ არ აქვს უნარი, ასე ვთქვათ, მოახდინოს მობილიზაცია საზოგადოების, ძირითადად რაც ხდება ის არის რომ ისინი უმტკიცებენ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს რომ მათი პოზიცია სწორია და შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები ასრულებენ იმ როლს რომელიც ნამდვილად NGO-ებმა უნდა შეასრულონ საქართველოში. გასაგებია, პოლიტიკური პოლარიზება ბატონლაში არის თუ არა პრობლემა სამოქალაქო სექტორის? ბუნებრივი არის ეს პრობლემა და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა არის არა სამოქალაქო საზოგადოების გამო, არამედ იმათ გამო, ვისაც აქვს ძალაუფლება და ეს არის პოლიტიკოსები და ეს არის ძირითადად ხელისუფლება. ეს იყო შევარდნაძის პერიოდში, ეს არის სამწუხაროდ სააკაშვილის პერიოდში და რატო ხდება ის, რაზედაც ახლა ჩვენ საუბრობთ, იმიტომ ხდება, რატომ არ ესმით ძალიან ხშირად ძალიან კონსტრუქციული პოზიციები, მათ შორის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აი მაგალითად იურისტთა ასოციაციის ან მედიის ასოციაციების და ასე შემდეგ. იმიტომ არ ესმით, რომ არ აინტერესებთ, ან უბრალოდ მეაჩნიათ, რომ ისინი არიან ყველაფერი და ეს სტანდარტი სამწუხაროდ ვერ დავშევათ. ეხლა სხვაგან რო შევხედოთ და ვედრებით დასავლეთის ქვეყნებს, ხო, რა ხდება იქ არსებობს თქვა რომელიღაცა შეიძლება ძალიან პატარა NGO, სულ არ არის საჭირო რომ ამ NGO-მ ჩაატაროს რეფერენდუმი და ამ NGO-ს ხარი დაუჭიროს მოსახლეობის 99% იმისათვის, რომ იმ ქვეყანაში, მაგალითად ამერიკაში ან ბრიტანეთში ამ NGO-ს მოусმინოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. იმას აქვს საკმარისი ექსპერტიზა, საკმარისი ნდობა და შეიძლება არა მხოლოდ NGO იყოს, შეიძლება იყოს ერთი მეცნიერი, რომელიც თავის პუბლიკაციას ან ერთი ვიღაც ავტორი, ჟურნალისტი, რომელიც თავის პუბლიკაციას აქვეყნებს ან გაზეთში, ან სამეცნიერო ჟურნალში. ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ვიღაცებმა მოусმინონ და თუ იქ ჭკვიანურ რაღაცას ამბობენ, ეს გაიზიარო. აი ჩვენთან ესე არ ხდება და მე იძულებული ხდება ეს ნაწილი საზოგადოების, რომ დადგეს რომელიღაცა პლატფორმაზე, რაღაც პოზიციაზე, რომ წავიდეს და ამერიკის საელჩოში მივიდეს და იქიდან იქნებ მიაწვინოს ხმა ან ბრიტანეთის საელჩო, ან გერმანიის რომელიღაცა ან ბრიუსელში იქიდან მიაწვინოს ხმა და თვითონ ხანდახან იმალებიან კიდევაც, იმიტომ რომ გამოჩნდნენ მე შეიძლება ჩვენს ხელისუფლებას ეს არ მოეწონა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს სტანდარტიც არის შესაძლებელი და უხერხულია ძალიან ხშირად, როდესაც ძალიან სერიოზულ დასაბუთებულ მოსაზრებებზე, იდეებზე, წინადადებებზე უარს ამბობენ, იმიტომ რომ ეს არის ვიღაცა NGO-ების თუ ვიღაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული და უკვე
თავში დევს ეს რომ ახან ეს საზოგადოებრივ ორგანიზაციამ გააკეთა და თუ ის შემხარეს არ არის, ესე იგი შენ წინააღმდეგ არის. აი ეს პრინციპი არის მე მგონი დასანგრევი. სხვა შორის აქ საუბარი რაზედაც თამარი ბრძანებდა რომ აი მედიასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პროცესი იყო. პროცესი როგორი რომ აი ზღვარი გავიდა არა ხელისუფლებას და ოპოზიციას და εκεί არ გავიარეთ, არამედ დამუშავდა წინადადებები. საკმაოდ დიდი ნაწილი საზოგადოების ჩაერთო ამ პროცესში. მივიტანეთ ხმა ხელისუფლებასთანაც, ოპოზიციასთანაც, საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც და აი ამის შედეგად მივიღეთ ძალიან საინტერესო პროდუქტი. პრინციპში ამ ქვეყანაშიც კი შესაძლებელია რომ აი სტერეოტიპი დავანგრიოთ, რაზედაც ცოტა ხნის წინ იყო საუბარი და მე მგონი აქეთ ამ მხარეს უნდა ვიაროთ ზუსტად. გასაგებია, ბატონ ზაალ, ნდობის საკითხი წამოიჭრა არასამთავრობოებისადმი. თქვენც ასე უყურებთ საკითხს, რომ არასამთავრობოები არ აქვს დღეს ნდობა. მე მოგიყვანდით ბოლო სოციოლოგიური კვლევების შედეგებს, რომელიც ჩაატარა კავკასიის კვლევის რესურს ცენტრმა, რომელიც თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობა არის რაღაცა 8%. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი შედარებით გაუმჯობესებულია ნაწილების მაჩვენებთან შედარებით, მაგრამ მაინც ჩვენ არ გვაძლევს იმის უფლებას ვთქვათ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა. ეს არის განპირობებული რამდენიმე მიზეზით. ერთი არის ის, რომ როგორც აქ უკვე ითქვა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მაინც და მაინც არ ზრუნავენ იმაზე, რომ მჭიდრო კავშირები გააბან იმ საზოგადოებასთან, რომელსაც ისინი წესით წარმოადგენდნენ, თქვა საკუთარ თემებთან, საკუთარ ქალაქებში იქაურ მაცხოვრებლებთან და მეორე მხრივ ამის მიზეზი არის ის, რომ თვითონ სამოქალაქო საზოგადოება იმის გამო, რომ მას არ ყოფნის რესურსები, არ ყოფნის პროფესიონალიზმი, არ ყოფნის ზოგჯერ შემართება, ვერ იმსახურებს საზოგადოების ნდობას მის მიერ გაკეთებული საქმეებით. ამიტომაც თუ კი რამე არის დღეს გამოსასწორებული სამოქალაქო სექტორში, ეს არის უპირველეს ყოვლისა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რესურსების ზრდა ყველა მიმართულებით. რესურსების ზრდა როგორ უნდა მოხდეს თქვენია? თუნდაც ფინანსური რესურსების ზრდა. საიდან ფინანსდებიან დღეს ფინანსდება არასამთავრობო სექტორი? დღეს ძირითადად არასამთავრობო სექტორი ფინანსდება უცხოელი დონორების მიერ. ისევ და ეს კვლევებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მწირი არის ალტერნატიული დაფინანსების პროცენტი, მაგრამ თუ სამოქალაქო სექტორს სურს რომ ჩამოყალიბდეს ისეთ სექტორად, როგორც ეს არის ევროპულ ქვეყნებში, მან უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოახდინოს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია. ეს უნდა მოხდეს პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციების აპროფესიონალიზმის ზრდის ხარჯზე, რომ ის შეთავაზებული სერვისები, რაც ისინი შესთავაზებენ საზოგადოებას, საზოგადოება მიიღოს და იყოს დარწმუნებული მის ხარისხში. კიდევ ერთ მონაცემს მოგიყვანთ, იყო ჩატარებული კვლევა იმის თავაზე, თუ რამდენად ენდობა ჩვენი ბიზნესი არასამთავრობო სექტორს. გამოირკვა, რომ უნდობლობის ხარისხი არის ძალიან მაღალი. არადა ევროპაში სწორედ ბიზნესი არის ერთ-ერთი წყარო, სადაც ფინანსდებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ანუ დასკვნები პრინციპში სახეზე არის და უნდა ვიაროთ იქითკენ, რომ რაღაცნაირად ამ დასკვნებიდან გამოიტანოთ ჩვენ დასკვნები, რომ სამოქალაქო სექტორმა გაუმჯობესოს თავისი რესურსები. გასაგებია, ბატონ მალხას, თქვენ მინდა გკითხოთ, რა პრობლემებს ხედავთ პირადად თქვენ სამოქალაქო საზოგადოებაში? დღეს აქ სამოქალაქო სექტორში დღეს აქ ბევრი პრობლემაა დასახელდა, მე თქვენი აზრით მაინტერესებს. სამოქალაქო სექტორში პირველ რიგში არის კომუნიკაციების პრობლემა. კომუნიკაციების პრობლემაზე როცა ვლაპარაკობთ, ერთის მხრივ უკვე აღინიშნა და გამეორება არ მინდა გამომივიდეს, ერთის მხრივ გულისხმობთ რა თქმა უნდა იმას, რომ საზოგადოებრივ ჯგუფებთან აქვს თუ არა კავშირი, იმიტომ რომ სამწუხაროდ დონორების დახმარება ხშირ შემთხვევაში ქმნის სურათს, როდესაც არასამთავრობო სექტორი ერგება, ასე ვთქვათ, დონორების მიერ ნაკარნახე პირობებს. ამიტომ
ქვედა დონის ინიციატივებზე დაფუძნებული საქმიანობები, ანუ ის რასაც თქვა შეიძლება სამოქალაქო ქმედება დავარქვათ, იშვიათად ხდება, თუმცა ხდება. არც ისე არ თქვა, რომ ეს არ იყოს. ამიტომ თქვა კომუნიკაციების პრობლემაზე ვცალობთ, პირველ რიგში შეიძლება განვიხილოთ სწორედ საზოგადოებრივ სივრცეში. ანუ რამდენად ჩართული არის საზოგადოებრივ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების სექტორი, იმ თვალსაზრისით, რომ აწარმოოს საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესების არაუბრალოდ თქვა გამოხატვა თქვა იმ ანგარიშებში, რასაც თავის პროფესიული საქმეებიდან გამომდინარე ახორციელებს, არამედ წარმართოს რაღაც კომუნიკაციის არხებში. ერთი ეს, მეორე ის, რომ თქვა პოლიტიკური სისტემა, რომელშიც თქვა საზოგადოება დღეს ცხოვრობს, თავისთავად კომუნიკაციის პრობლემა დგება. თქვა ნახსენები იყო, თქვა ვარდების რევოლუციამდე უფრო ხილვადი იყო, თქვა სამოქალაქო სექტორი, იმიტომ რომ მედია უფრო გახსნილი იყო, ან მედია მფლობელები შეიძლება იყვნენ დაინტერესებული იმაში, რომ თქვა უფრო მეტად ეჩვენებინათ სამოქალაქო სექტორის საქმიანობა. დღესდღეობით თქვა ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ჩნდება ჩვენს პოლიტიკურ კონტექსტში არის ის, რომ თქვა მედია ნაკლებად გახსნილი არის სამოქალაქო სექტორის საქმიანობის ჩვენებისთვის, თუნდაც ჩვენების დონეზე რო დავინახოთ, გარდა იმისა, რომ თქვა დავინახოთ მედიის ჩართულობა სამოქალაქო კამპანიებში. სამოქალაქო კამპანიების სისუსტე ასევე არის იმ კომუნიკაციების პრობლემა, რომელსაც სამოქალაქო სექტორი იაზრებს მართალია, მაგრამ ვერ ჭრის. მეორე არის, რაზედაც ასევე ითქვა და უბრალოდ გავიმეორებ ამ შემთხვევაში ესე გამოდის, მეორე პრობლემა ეს არის პოლიტიკურ ელიტებთან დიალოგი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გულისხმობთ ხელისუფლება, იმიტომ რომ ლაშამ თქვა ახლა, რომ ძალაუფლება ვისაც აქვს, იმას მეტი ბერკეტი აქვს, რა თქმა უნდა, რომ გადაწყვიტოს პრობლემები, რომელსაც თუნდაც სამოქალაქო სექტორის ესა თუ ის ორგანიზაცია ან ორგანიზაცია და ჯგუფი აჟღერებს. როდესაც ვლაპარაკობთ სისუსტეზე სამოქალაქო საზოგადოების, აი კომუნიკაციაში ჩანს ზუსტად, რომ თქვა შეიძლება სამოქალაქო სექტორში ხდება გენერირება ხედვის, როგორ შეიძლება თქვა პრობლემა, ჯერ ხდება ფიქსირება პრობლემის, თქვა რა არის პრობლემა საზოგადოებაში, თქვა ასევე ყალიბდება ხედვა, როგორ შეიძლება თქვა ეს პრობლემა გადაიჭრას, მაგრამ მიტანა ამისი იმათთან, ვინც ძალაუფლებას ფლობს, რთულია. გართულებულია პირველ რიგში იმ პრობლემიდან გამომდინარე, რომ არ არის შესაბამისი პოლიტიკური კონკურენცია, რომ თქვათ ვისაუბროთ სამოქალაქო სექტორში გამომუშავებული ხედვებით პოლიტიკურ ელიტაში ოპერირების თაობაზე. ანუ თქვათ კონკურენცია რო იყოს პოლიტიკურ სივრცეში. ამ შემთხვევაში ყველა პოლიტიკური ძალა ექნებოდა დაინტერესებული თქვათ სამოქალაქო სექტორის მიერ შექმნილი პროდუქტი, ძალიან უხეშად რო ვთქვათ, გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად. სამწუხაროდ ამას ნაკლებად ვხედავთ. გასაგებია. დიდი მადლობა. ეხლა რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით კვლავ პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ საუბარს სამოქალაქო საზოგადოებაზე. თავკავთის წმინდა გიორგის ეკლესია აგებულია მე-13 საუკუნეში. ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. ჩამოშლილია ეკლესიის გარე პერანგი, დაანგრეულია ტაძარზე მიშენებული კარიბჭე. მთლიანად მოშლილია სახურავი და ეკლესიაში ჩადის წყალი. დაანგრეულია სამრეკლო და გალავანი. გასაკეთებელია ეკლესიამდე მისასვლელი გზა. ძვირფასო თანამემამულენო შეეწიეთ თავკავთის წმინდა გიორგის ეკლესიას. დარეკეთ მაგთიდან, ჯეოსელიდან და ბილაინიდან. ნომერზე 700-627. ზარის ღირებულება 1 ლარი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ერის ნათელი მომავალი ეკლესია მონასტრების მშენებლობაშია. მიიღეთ მონაწილეობა წმინდა ანდრია პირველწოდებულის მონასტრის მშენებლობაში. უფალი შეგეწევათ. ბედნიერი ადამიანი, მორწმუნე ადამიანია. რომ გწამდეს, უნდა დაიჯერო, რომ გჯეროდეს, უნდა გიყვარდეს, მადლი რომ მოიპოვო, უნდა გსურდეს. ქართველნო, ერთად ღვთისაგენ. გთხოვთ დარეკოთ. მაგთი 200-320, ჯეოსელი 700-305, ბილაინი 200-333. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები ითვალისწინებს სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას, არასრულწლოვანთა სრულფასოვანი ზნეობრივი, ფიზიკური და გონებრივი განვითარების უფლებას. ვიცხოვროთ ღირსეულად, დავიცვათ შრომითი უფლებები. უფასო იურიდიული დახმარებისათვის დაგვიკავშირდით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
შიზოფრენია, ჰალუცინაცია, პანიკური და ფსიქოზური აშლილობა, აკვიატებული აზრები. ფსიქიატრიულში გატარებული ათეული წლები და ზოგჯერ მთელი ცხოვრება. რა შემთხვევაში ათავსებენ ავადმყოფებს კლინიკაში? გზა ფსიქიატრიული საავადმყოფოსკენ. ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანები და მცდარი შეხედულებები მათ შესახებ. ვახოს ანაიას რეპორტაჟი ფსიქიატრიული პალატებიდან. შაბათს, საღამოს 9 საათზე, პირველ არხზე. ყველა შენობას აქვს თავისი ისტორია და ბედი. ხშირად უფრო საინტერესო და დრამატული ვიდრე ბევრ ადამიანს. მაყურებელს ჩვენ სწორედ ამის შესახებ ვამბობთ. როგორც ნეტარი ავგუსტინი ამბობდა, სასწაული არ ეწინააღმდეგება ბუნების კანონებს. ჩვენი სამეცნიერო ფილმების ციკლი შეეცდება მეცნიერული ახსნა მოუძებნოს ყველაფერს. შენობა, რომელიც საქართველოს არსებობის მანძილზე გადაყვანილი 5 მილიარდამდე მგზავრი. უკვე შექმნილია ინტერნეტის ალტერნატიული მოდელიც. კრიტიკაც არის გამო. რაც თითქმის დაუჯერებელია. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენ უყურებთ გადაცემა ევროპულ არჩევანს და დღეს ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, რა პრობლემები აქვს სამოქალაქო სექტორს. მე მინდა ჟურნალისტ კიფაინძეს ვკითხო, ჟურნალ ევროპული არჩევანი თქვია ჩვენ გადაცემას და გვინდა სამოქალაქო საზოგადოების როლზე ვისაუბროთ ევროინტეგრაციის გზაზეც. ამ კუთხით რამდენად კარგად მუშაობს სამოქალაქო სექტორი? დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემაა. მე ვიტყოდი, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რევოლუციის მერე კიდევ უფრო დივერსიფიცირებული გახდა. ანუ ბევრი სხვადასხვა მიმართულება აიღო მან გარდა ადამიანის უფლებების კანონის უზენაესობის. ჩვენ ახლა აქ არ ვსაუბრობთ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც უშუალოდ თემებთან და ქვედა დონის, ასე რომ ვთქვათ, რეგიონებში მუშაობენ. მათ ძალიან დიდი გავლენა აქვთ და ძალიან ბევრს და აქტიურად მუშაობენ და მრავალფეროვანია მათი მუშაობის არეალი. ძალიან მნიშვნელოვანია და ბატონ გიგას დავეთანხმები, რომ ლიბერალური ღირებულებების განვითარება და ამის ხელშეწყობა ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოების უმთავრესი მიმართულება და მიზანი უნდა იყოს და მე მგონი, რომ არც უნდა განვიხილოთ, რომ ის ორგანიზაციები ან ჯგუფები, რომლებიც არალიბერალურ, რაღაც რადიკალურ, ექსტრემისტულ ღირებულებების, თქვათ, განმტკიცებაში მონაწილეობენ, საერთოდ ისინი არ არიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები. რადგანაც სამოქალაქო საზოგადოების მიზანი ეს არის ლიბერალური ღირებულებების გაძლიერება, შესაბამისად ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, როგორც შინაარსობრივი, სივრცობრივი და ასე შემდეგ, ამ მიმართულებითაც ბევრი რამ გაკეთდა ვფიქრობ. აი, სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მას რაღაც ახალი თემები და კონცეფციები შემოაქვს. ტოლერანტობა, გენდერული თანასწორობა, აი და კიდე მრავალი სხვა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოტანილი კონცეფციებია. აი მაგალითად კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა ერთი წლის მუშაობით დაასრულა კვლევა თბილისის მოსახლეობის ღირებულებები. აი ამ კვლევის მიხედვით რაც შეეხება ტოლერანტობას, საკმაოდ გაზრდილია ტოლერანტული დამოკიდებულება საზოგადოებაში, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეიძლება გარეგნულად სხვანაირად ჩანს, ეთნიკური, რელიგიური და ასე შემდეგ უმცირესობების მიმართ. ეს ვფიქრობ, რომ დამსახურება ამაში ძალიან მნიშვნელოვნად აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ხორციელდებოდა პროგრამები ტოლერანტობის. თქვენ ამ სექტორში მუშაობთ და აქ ითქვა ბევრი პრობლემა, მათ შორის ნდობასთან დაკავშირებით. აი გრძნობთ ნდობასთან დაკავშირებით, ასეთ უბრალოდ ნდობლობას საზოგადოების მხრიდან. გარდა იმისა, რომ საზოგადოების უფრო მეტი იყო, როდესაც მე ვმუშაობდი განვითარების პროექტებში და დღესაც მუშაობ ქვემო ქართლში, ახალქალაქში, ახალციხეში, წალკის რაიონში და როდესაც თავიდან რამდენიმე წლის წინ მათ შორის რევოლუციამდეც, ასე რომ ვთქვათ, მივდიოდით,
ძალიან დიდი მიუღებლობა იყო საზოგადოების მხრიდან. მათ არც იცოდნენ რა იყო სამოქალაქო საზოგადოება და ასე. დღეს აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა განვითარების კუთხით, ეკონომიკური, სოციალური განვითარების კუთხით. ვიმუშავეთ ძალიან დიდხანს და სხვა შორის პერეკლუნმა თქვენს გადაცემაში სწორედ ჩვენი ერთ-ერთი პროექტიც აღნიშნა ახალ ქალაქში სოციალური და მარკეტინგული განვითარების პროექტი 4 წელი ვიმუშავეთ. იცით რა, რაღაც გარკვეული სამიზნე ჯგუფები საზოგადოებაში ვისთანაც გვიმუშავია და პრობლემა ისაა, რომ რამდენად დიდია ჩვენი დაფარვის სფერო. რესურსების სიმწირიდან გამომდინარე ეს არც ისე დიდია, მით უმეტეს, როდესაც მედია საშუალებები აქ იყო ეს პრობლემაც ნახსენები ისა. გარდა ამისა, რაც შეეხება ნდობას, ნდობა არა მარტო საზოგადოების პრობლემა სამხალხო საზოგადოების მიმართ, არამედ შიგნით. პოლიტიკური პოლარიზაციის გამო ჩვენ ერთმანეთის მიმართაც კი გვაქვს დაკარგული ნდობა, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. როდესაც რატომ? იმიტომ რომ სამხალხო საზოგადოებისთვის აი სოლიდარობა, რაღაცა თემატურ პლატფორმებში გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაღაც ცვლილებები იყოს, ხო? ანუ თვითონ სამხალხო საზოგადოებას აქვს. აი როდესაც კომუნიკაციის პრობლემებზე საუბრობდა მალხაზი, მე ამას გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ აქ არის პრობლემა კომუნიკაციის და ნდობის, პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. აი მაგალითს მოგიყვანთ, აი როდესაც რაღაც კვლევის შედეგებს რომელიმე ერთი ორგანიზაცია აცხადებს და თქვათ, აი ყოველთვის ხდება კითხვა, აი ვისი დაკვეთილია ეს, ხო? მეორე ორგანიზაციამ ასევე რაღაცა მსგავსი შედეგი დადო, აი ესეც იმათი. და როდესაც რაღაცა განსხვავებული, ან ისევ მსგავსი, აი მუდმივად ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ხდება. ეს არის პრობლემა. პრობლემა ჩვენი სოლიდარობის სექტორში და თუნდაც აი ევროატლანტიკური მიმართულებით გასაგები, ქალბატონ კეთი, აი კვლევები ახსენა და ნდობა, უნდობლობის საკითხი. თქვენ თუ ამჩნევთ აი კვლევებთან დაკავშირებით ამ უნდობლობას პირადად თქვენს ორგანიზაციას თუ ქონია ესეთი პრობლემები, რომ რაღაც კვლევა გამოგიქვეყნებიათ და შემდეგ ყოფილა დიდი უნდობლობა ამ კვლევების მიმართ. იმდენად რამდენადაც ჩვენი ორგანიზაცია ახლა შემოუერთდა, ასე ვთქვათ, ამ კომპონენტით სამოქალაქო საზოგადოების სპექტრს, ამიტომ ჩემთვის რთულია კონკრეტულად აი ამ პირად გამოცდილებაზე საუბარი, რამდენად ნდობით ვართ აღჭურვილი ჯერჯერობით. ყოველ შემთხვევაში ის პროდუქტები, რაც ჩვენი კვლევის შედეგად დაიდო, პრინციპში საკმაოდ მისაღები აღმოჩნდა, როგორც სახელისუფლებო, ისე არასახელისუფლებო ნაწილისათვის, თუ კი პოლიტიკურ სპექტრს შევეხებით და ასევე ფართოდ სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისათვის, მაგრამ თუ კი დაუბრუნდებით ისევ იმ საკითხს, რა პრობლემები აწუხებს, გამოიკვეთა რა პრობლემები არსებობს სამოქალაქო სექტორში, გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რაზეც მეც გავამახვილებდი ყურადღებას. ბუნებრივია ალბათ მთავარი საკითხი ეს არის, რამდენად წარმოადგენს დღეს სამოქალაქო საზოგადოება საზოგადოებრივ ინტერესს. და აქ ერთი დაზუსტება მინდა გავაკეთო, გიგამ თავიდან აღნიშნა, კარგი იქნება განმარტოთ, რას გულისხმობთ. გულისხმობთ ფართო გაგებით სამოქალაქო საზოგადოებას, რაც მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ინტერესთა ჯგუფებს, პროფესიულ კავშირებს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებსაც, თუ დავუშვათ საუბრობთ კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელსაც აქვს სხვადასხვა პროფილი. ყველა შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ აი ეს დეფიციტი, რაც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესის წარმოდგენისა, ეს ალბათ ერთ-ერთი პრობლემათაგანია. მეორეს ალბათ დავასახელებდი, არავის კონკრეტულად ბუნებრივია ეს არ ეხება, მაგრამ ზოგადად შეიძლება იყოს გარკვეული ადამიანური რესურსების დეფიციტი, გარკვეული კვალიფიციური კონტრიბუცია, იგივე ასე ვთქვათ, დისკუსიებში და დებატებში და აქედან გამომდინარე ერთგვარად არგუმენტირებული დისკუსიების სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში ესეთი ნაკლებობა. და ალბათ საბოლოო ჯამში მთავარი ინდიკატორი, რამდენად ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება ამა თუ იმ ქვეყანაში არის, რამდენად იღებს ის მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში, რამდენად დიდი გავლენა აქვს მას პოლიტიკური პროცესების ფორმირებაში. მე ერთი რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენი ორგანიზაცია თქვენ ახლა დღეს მოგვიწვიეთ გადაცემაში, რომელსაც ქვია ევროპული არჩევანი და ჩვენი ორგანიზაცია არის ევროპული ინიციატივა, რაც გამოხატავს იმას, რომ ჩვენ ვართ პროევროპული ორიენტაციის ორგანიზაცია, რაც იმას გულისხმობს თავის მხრივ, რომ ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს ევროპულ არჩევანს, ევროპული განვითარების გზას. ბუნებრივია ეს არ ნიშნავს, რომ აპრიორი კრიტიკის გარეშე ყველაფერი უნდა მივიღოთ, რაც ხდება. ჩვენი ამოცანაა დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირის
კავშირის თანამშრომლობის ფორმატში. აი მაგალითად დღეს ჩვენ გქონდა პრეზენტაცია ერთ-ერთ ისეთ თემაზე, რომელიც ვფიქრობ საზოგადოების ფართო წრეებისათვის იქნება საინტერესო. ეს არის ვიზების ლიბერალიზაციისა და რეადმისიის საკითხი. ამ შეთანხმებებს ხელი მოეწერა 3 თვის წინ, უпростоრად ძალაში შევიდა 3 თვის წინ და კონკრეტული შედეგები აქვს კონკრეტული ადამიანებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროპაში გამგზავრებით, ან უკვე მუშაობენ ევროპაში, ან იმყოფებიან ევროპაში სხვადასხვა მიზნით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ თემებზე ფოკუსირებით, მაგალითად როგორიც არის ევროპული ინტეგრაცია, ნამდვილად წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს. ზოგიერთი ფონდის კვლევით, აი ბატონი ზალი ბრძანდება აქ ევრაზიის ფონდიდან. ევრაზიის ფონდის კვლევებით და სხვა კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის 60-დან 80%-მდე სხვადასხვა დროს წლების განმავლობაში მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რადგან ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არსებობს საზოგადოებაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკითხებში ჩაღრმავება, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ზრდა და ამით სამოქალაქო საზოგადოების მიერ ამ პროცესების მონიტორინგის უნარისზრდა. ბატონ გიგა, აი ლიბერალური ღირებულებები, ევროპული არჩევანი, რამდენად საკმარისი ის ძალისხმევა, რასაც დღეს არასამთავრობო სექტორი ამ მიმართულებით იჩენს. ესე იგი, პირველი უნდა გამოვყოთ ის, რა შეუძლია მას რეალისტურად შევხედოთ. ჩემი აზრით, ამ მიმართულებითაც უფრო ნაკლები კეთდება, ვიდრე შეიძლება, თუმცა რასაკვირველია, მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება მისი დღევანდელი რესურსებით გაგამწყვეტ სიტყვას აქ ვერ იტყვის. პირველი რატო ეკეთება უფრო ნაკლები? იმიტომ რომ გარკვეული ოპორტუნიზმი მაინც არსებობს სამოქალაქო საზოგადოებაში. მე კონკრეტულად ვერც ერთ ასე ვთქვათ, ორგანიზაციას ვერ ვიგულისხმობ, მაგრამ მაგალითად ისეთი თემების დაფარვის დროს, რომლებსაც შეიძლება დიდი საზოგადოებრივი პოპულარობა არ მოყვეს. მარტივი მაგალითი ავიღოთ რელიგიური ტოლერანტობა, შემწყნარებლობა, ხო? გასაგებია რომ ამან შეიძლება საზოგადოების მხრიდან მტკივნეული, ხოლო რაღაც რადიკალური ჯგუფების მიერ საკმაოდ ესეთი ექსტრემალური შედეგი გამოიწვიოს, ან პასუხი გამოიღოს, შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა უფრთხის ამ თემას. მეორე არის ის, რომ უფრთხიან ასევე თემებს, რომლებიც გულისხმობს სერიოზულ მუშაობას. მაგალითად, ავიღოთ სოციალური პოლიტიკა, ხო? და აქ მე მგონი მე და თამუნაზოთ ერთნაირი პოზიცია გვაქვს, მანამდე გვისაუბრია. სოციალური პოლიტიკა ეს არის თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში. ეს არის პრობლემური თემა, იმიტომაც რომ საქართველოში ეკონომიკურად ძალიან ცოტაა რესურსი და ამ რესურსების გამოყენება რამდენად შეიძლება ეყოს აზრიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელებას რთული გადასაწყვეტია და ფაქტია რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს რაღაცა ამ გადაწყვეტას. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები ამაზე არ მუშაობენ, იმიტომ რომ ეს მართლა რთული თემაა, შეიძლება ასევე რაღაცა ჯგუფებში პოპულარული არ იყოს და შეიძლება ასევე რომ არსებობდეს გამოსავალი აქ, ხო? ამიტომაც ასევე თემები, რომლებიც ბევრი მუშაობა საჭირო, ნაკლებად ხდებიან. მაგრამ რასაკვირველია, რაც არ უნდა ამ ოპორტუნიზმის და ამ რთული სამუშაოს თავის თავზე რო აიღოს სამოქალაქო სექტორმა, მიუხედავად ამისა ძალიან მცირეა მისი რესურსი და აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. ახლა ჩვენ მიჩვეული ვართ ასეთ მოდელს, რომ სამოქალაქო საზოგადოება უფრო იწვევს სახელმწიფოში გარკვეულ პროცესებს, ვიდრე პირიქით. არა და ასე არ არის. სახელმწიფოს ძალიან ბევრ ქვეყანაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. მაგალითად, ისეთ ქვეყანაშიც კი უკანასკნელი კვლევები ადასტურებს ამას ისტორიული, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც ჩვენ პირიქით გონია, რომ ასე ვთქვათ, სულ ქვემოდან იბოდებოდა და ასე შემდეგ. და მარტივი მაგალითი რომ მოვიყოთ, ღირებულებებზე დამისვით, ხო კითხვა. არსებობს ქვეყნები, სადაც ეს ღირებულებების, ასე ვთქვათ, პოპულარიზაცია, სწავლება, ინფორმაციის მიწოდება ხდება სწორედ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული გარკვეული ორგანიზაციების მიერ. მე მაგალითად ჩემი პირადი ფავორიტი ამ შემთხვევაში არის გერმანიაში არსებული ასეთი ორგანიზაცია პოლიტიკური განათლების ფედერალური სააგენტო, რომელიც დააფუძნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმ მიზნით, რომ გადალახული იყო ნაციზმის მემკვიდრეობა და მართლაც ფანტასტიკური სამუშაო ჩაატარა ამ ორგანიზაციამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და დღემდე არსებობს ის. დღემდე გამოიცემა წიგნები, რომელიც შექმნა პირდაპირ გერმანიის მთავრობამ? შექმნა პირდაპირ გერმანიის მთავრობამ, თუმცა ის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სააგენტოა, მისი მიზანია პოლიტიკური განათლების გავრცელება ქვეყანაში. და შესაბამისად ეს რასაკვირველია, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უკეთავს მათ რაღაცეებს, ისეთ რაღაც აქტივობებს, რომლებიც თვითონ არ შეუძლია განახორციელოს. ანუ
თანამშრომლობა სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იმის გათვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს ბევრად უფრო მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციის, თუნდაც კოალიციას და ასე შემდეგ, აუცილებელია იმისთვის, რომ შეიქმნას გარემო, სადაც პოლიტიკური სისტემას ბევრად უფრო დემოკრატიული იქნება, ვიდრე დღეს გვაქვს. გასაგებია, ქალბატონ თამარ, ძალიან საინტერესო პრობლემა დასვა ჩემი აზრით, პრობლემა თემები, რომელსაც უფრთხის არასამთავრობო სექტორიც. ასე მწვავედ დგას საკითხი არასამთავრობო სექტორში, რომ რაღაც თემებს, ასე ვთქვათ, ვერ ეხება არასამთავრობო სექტორი, თუნდაც იმის გამო, რომ შესაბამისი რესურსი არ აქვს, თუნდაც იმის გამო, რომ უბრალოდ თავი არ აიტკივოს, ასე ვთქვათ. თემებთან დაკავშირებით, მე მგონი ნამდვილად არის პრობლემები. ერთ-ერთი ზუსტად ისაა, რაც კი გამახსენა, თქვა ისეთ ლიბერალური საკითხები, თქვა ეთნიკური უმცირესობების დაცვა, ან სექსუალური უმცირესობების დაცვა, ესეთ საკითხებზე შეჭიდებას არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს უფრო თქვა ნაკლებად ცდილობენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისევ ნდობას უბრუნდებით, მე მგონი ნდობაში არის, მათ ჯერ არ აქვს საკმარისი ნდობა საზოგადოებისგან, რომ ესეთ არაპოპულარულ თემებს შეეჭიდოთ. თქვა იგივე ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაზე მტკივნეული რეფორმები მაშინ განახორციელა, როდესაც ყველაზე დიდი ნდობა ჰქონდა, მას ნდობის კაპიტალი ჰქონდა და შეეძლო, რომ ტკივნეული ნაბიჯები გადაედგა. თუ მოიპოვებს საზოგადოებისგან უფრო მყარ ნდობას სამოქალაქო საზოგადოება, მე მგონი უფრო მეტად შეძლებს, რომ ასეთ არაპოპულარულ საკითხებს შეეჭიდოს და პირველ რიგში თქვა ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას, მათი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ შეცვალოს და შემდეგ დაიცვას ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა უმცირესობას წარმოადგენენ. მეორე პრობლემა, რაც საკითხების შერჩევისას არსებობს, არის თქვა ისევ სოციალურ კვლევებს დაუბრუნდებით, როდესაც ეკითხები თქვა საზოგადოებას რა თემები აინტერესებთ მათ და მე ეკითხები რა თემებზე მუშაობენ მათი ინფორმაციით არასამთავრობო ორგანიზაციები, აქ არის აცდენა თემებში. მათთვის ყველაზე საინტერესო თქვა ესეთ პრობლემური საკითხები არის უმუშევრობა, გადასახადები, გაზრდილი გადასახადები, განათლების სისტემა, რამდენად ხარისხიანია, სოციალური დაცვა, ჯანდაცვის სფერო. ეს არის ის თემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა, რაც ყოველდღიურად აწუხებდა ამ საზოგადოებას. არჩევნების თემა მათთვის გასაგებია, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც თქვა ფიქში იძინებენ და იღვიწებენ. ამ დროს არასამთავრობო სექტორი უფრო მეტად, ესე ვთქვათ, არჩევნებზე მუშაობს, მედიის გამჭვირვალობაზე და ობიექტურობის საკითხებზე მუშაობს, დემოკრატიის განვითარებაზე მუშაობს. თანხვედრა, ვთქვათ, ის რაც აინტერესებს საზოგადოებას, იმაზე რატომ არ მუშაობს არასამთავრობო სექტორი? ამის ერთ-ერთი შემთხვევით გავიგეთ ეს თემები, რომელიც ვთქვათ საფრთხილოა, მაგრამ სოციალური პოლიტიკა ეს ხომ არ არის ასე ვთქვათ თემა, რომელმაც შეიძლება პრობლემები შეუქმნას ნდობის მიმართულებით. პირიქით, ეს ნდობის აღდგენას უფრო შეუწყობს ალბათ ხელს. რატომ არ მუშაობს? ამას შეიძლება ქონდეს ბევრი მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით არის ექსპერტიზა არასამთავრობო ორგანიზაციების შიგნით. ეს საკითხები არის ძალიან რთული. თქვათ უფრო ესეთი ეგრეთ წოდებული ტექნიკური საკითხებია და კარგად უნდა იცნობდე ამ სფეროებს და ამ საკითხებს, რომ სწორად შეაფასო იმას, რას აკეთებს ხელისუფლება და მისცე მას. ანუ საზოგადოების დამოკიდებულება არის სრულიად საფუძვლიანი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეს აწუხებს. როდესაც ნდობა არ აქვს არასამთავრობო სექტორისა. ხო, ერთ-ერთი კი არ უმიზეზოდ არ არის უნდობლობა სამოქალაქო სექტორის მიმართ. ამას თავისი მიზეზები რა თქმა უნდა აქვს და ერთ-ერთი მიზეზი არის ზუსტად აი თემებში აცდენა, რა ინტერესებს საზოგადოებას და რაზე აკეთებენ უფრო მეტ აქცენტებს სამოქალაქო. გასაგები ბატონაშა, ნდობის აღსადგენად თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს სამოქალაქო სექტორმა? ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, იცით, ხა ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ აუცილებელია ლიბერალ-დემოკრატიული, ასე ვთქვათ, ღირებულებების დამკვიდრება. მე ცხადია ვეთანხმები ამ პოზიციას, მაგრამ როგორ გვინდა ამის დამკვიდრება? ესე იგი, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა შექმნათ და იმან უნდა გაავრცელოს თუ ელემენტარულად შექმნათ პლურალისტური გარემო და გაუშვათ, დავანებოთ ამ მედიას თავი, რომ ვაკონტროლებს ხელისუფლება მედიის უდიდეს ნაწილს. და მე საზოგადოებრივი ორგანიზაციები მედიის მიმართ პრეტენზიებს აცხადებენ და ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანად, იმიტომ მაშინ პირდაპირ ხელისუფლებას უნდა უცხადონ პრეტენზიები, იმიტომ რომ არაშუქებს ის სახელისუფლო არხი სოციალურ საკითხს, იმიტომ რომ მართავს და არ აინტერესებს. აქ ძალიან მარტივია გადაწყვეტილება, ხო? ესე იგი, ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ გავიმეოროთ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, რომ დენათ, ასე ვთქვათ, ნაციზმის საპირისპირო ნაბიჯები გადადგეს. ეხლა ჩვენ თუ გვინდა აქ, რა ვიცი, რა დავარქვათ, დეკომუნიზაცია დავარქვათ, მაშინ პირველ რიგში ხელი უნდა შეუწყოთ რეალურ კონკურენციას ყველგან, ხო? ლაპარაკობთ კონკურენციაზე და ვქმნით მონოპოლიებს, მათ შორის მედიაში ვქმნით მონოპოლიებს, NGO-ებში ვქმნით მონოპოლიებს სხვაგან და ფაქტია, რომ როდესაც აქ რა არის პრობლემა მეორე, ეს ერთი ეს არის წმინდა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პრობლემა. მეორე პოლიტიკური პრობლემა არის ის, რომ ვერ ბედავს ბატონი ზაალი ბრძანებდა, რომ დასავლეთში არასამთავრობო სექტორს აფინანსებს
არა უცხოური ფონდები აფინანსებენ, არამედ ადგილობრივი მეწარმეები. რატო არ აფინანსებენ ადგილობრივი მეწარმეები საზოგადო ორგანიზაციებს? მოდით ვკითხოთ ერთი ადგილობრივ მეწარმეებს. რატო არ აფინანსებენ? იმიტომ არ აფინანსებენ, რატო არ აფინანსებენ პარტიებს? რატო აი მარტივია, ხო? ძალიან მარტივი ამოხსნა. იმიტომ არ აფინანსებენ, რომ დააფინანსებენ და მე პასუხს მოთხოვენ. ეხლა ვიღაცა შეიძლება გაეღიმოს ამაზე და უკვე ხედავ ესეთ ღიმეს, მაგრამ ეს ფაქტია რა. იმიტომ რომ ეშინიათ, რატომ არ მიაქვთ რეკლამა, თქვათ, ისეთ ტელევიზიებში, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და რატომ მიაქვთ რეკლამა ისეთ ტელევიზიაში, რომელიც ხელისუფლების მხარეს არის. რატომ მიდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული ისეთ ტელევიზიებში, რომელიც მათ გუნდურს უკმევს და რატომ არ მიდის ისეთ ტელევიზიაში, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი. ძალიან მარტივია აქ ყველაფერი. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რეალურად გადავდგათ ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ, ლიბერალიზაციისკენ და დავემსგავსოთ ევროპას, მაშინ უნდა საფუძვლიანად შევცვალოთ დამოკიდებულებები და საუბარი როიცით რა სოციალური საკითხები, მე მესმის რომ სოციალური საკითხები აინტერესებს. სხვა შორის ესეც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ჩემში, რომ არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ, თქვა, დემოკრატიაზე, იმიტომ რომ თურმე საზოგადოებას არ აინტერესებს დემოკრატია და აინტერესებს მარტო ის, რომ როგორ დასაქმდება და როგორ არ დასაქმდება. ეს მე მგონი არასწორი მიდგომა. გასაგებია, რომ ადამიანს აინტერესებს როგორ დასაქმდება, მაგრამ სერიოზული რეფორმების გარეშე, სერიოზული დემოკრატიული პროცესების გარეშე როგორ შეიძლება რაიმე სერიოზულ ეკონომიკურ წინსვლაზე ვილაპარაკოთ, აი რაიმე რეფორმაზე ვილაპარაკოთ და აი აქ არის მე მგონი თავარი პრობლემა და ჩვენ უნდა ერთხელ და სამუდამოდ მე მგონი უნდა გავარკვიოთ, რომ თუ გვინდა შევქმნათ ნორმალური სახელმწიფო, ნორმალური, რასაც გვია ევროპული სტანდარტის სახელმწიფო, მაშინ არ უნდა გთქვათ, მე ამას პრინციპულად არ ვიზიარებ ეს პოზიციას, რომ აი ჯერ ვილაპარაკოთ სოციალურ თემებზე, ეკონომიკა განავითაროთ, სინგაპური ავაშენოთ ამ ქვეყანაში და მე ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე. აი აქ არის მე მგონი თავარი პრობლემა. და თუ ჩვენ დამოკიდებულებებს შევცვლით და ვიფიქრებთ, რომ დემოკრატია თურმე არსებობს და მნიშვნელოვანია და დავიწყებთ განთავსებას, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი ექსპერტიზაც იქნება, იმიტომ რომ ზოგადი თავისუფლება და მართლა რაღაცა ესეთი დემოკრატიული ინსტიტუტების ხელის შეწყობა ხელს შეუწყობს იმას, რომ აღარ იქნება შეშინებული ბიზნესი და ის უფრო თავისუფლად წავა საზოგადო ორგანიზაციებში და არ ვირბენთ მუდმივად უცხოურ ასე თქვა საელჩოებში, იმიტომ რომ იქიდან მოდის ფული და ბუნებრივია, როცა იქიდან მოდის ფული, იქ მივდივარ, რომ იქიდან და ვიმოქმედო და ზეწოლა მოვახდინო ხელისუფლებაზე. როცა იქნება ადგილობრივი ფული, ადგილობრივი ინტერესი, ბიზნესის ინტერესი და აღარ იქნება შეშინებული, ცხადია, რომ ის გაზრდის პასუხისმგებლობასაც, გაზრდის საზოგადოების ჩართულობასაც და ბევრად უფრო ასე თქვათ გასაგები იქნება და ბევრად უფრო მისაღები იქნება ის პროცესები, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არის აი ზუსტად ესეთი ტიპის შეხედულებებში რა. როდესაც ამოცანებს მე ვფიქრობ არასწორად სვამთხოვთ. ბატონ გიგას უნდა პასუხის გაცემა და ბატონმა ბევრი თემა წამოწია. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ეს თემები პირდაპირ კავშირში არ არის სამოქალაქო საზოგადოების პრობლემატიკასთან. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად იმავე ბიზნესი არ აფინანსებს NGO-ებს, არა იმიტომ, რომ მეშინია, არამედ იმიტომ, რომ ვერ ხედავს ვერანაირ აუცილებლობას. მაგალითად, საქველმოქმედო აქტივობებს რაც შეეხება, თქვენ რო კითხოთ ბიზნეს ორგანიზაციას, არ მისცემთ NGO-ს ფულს რომ რაღაცა გააკეთოს. ხო ის არა რა გვინდა ჩვენ თვითონ გავაკეთებთ მაშინ. ანუ არ არის განცდა რომ ასე ვთქვათ სამოქალაქო საზოგადოებაში არის ის კომპეტენცია და ასევე ის ნდობა თუნდაც იყო ლაპარაკი ბატონმა ზალმა აღნიშნა რომ არ ენდობაო ხო მათ შორის არც ბიზნესი და არც საზოგადოება. შესაბამისად ეს არის მიზეზი და არა შეშინებულობა. ცალკე საკითხია მედიაში აკtualურს მიაქვს რეკლამა, მაგრამ არა, მაგრამ არა ხლონაკლებად ენდობა მაგაზია ლაპარაკი. არ არის დაინტერესებული ბიზნესი, არ ვერ ხედავს აზრს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში, მაგრამ ეს თუნდაც რესურსების ნაკლებობა, არაკომპეტენტურობა და ასე შემდეგ, ეს ხომ არ ეხება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც ბიზნესმა ფული ჩადო, გავატონთავ. მე ვერ გეტყვით, ჩვენ ყოველ შემთხვევაში რაღაც ბიზნეს ორგანიზაციებიდან დაფინანსება არ გქონია, მაგრამ ჩვენი დაფინანსების ერთადერთ წყაროს არ წარმოადგენენ დონორები ან რაღაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. თქვენ მისულხართ ბიზნესთან და გიკითხავთ დამაფინანსებ თუ არა? არა.
არ ყოფილა ასეთი, მაგრამ ჩვენ თვითონ გვაქვს დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა, მაგალითად ჩვენ ვართ ის გამონაკლისი ორგანიზაცია, არა, ეს გასაგებია, მაგრამ არ გაგჩენიათ სურვილი, რომ მისულიყავით მსხვილ ბიზნესმენთან და გეთქვათ, რომ აი დამაფინანსეთ მე ამა და ამ კვლევისთვის. არა, ესეთი მცდელობა არ გქონია ნამდვილად, მე მგონი აზრიც არ აქვს, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც რასაც აქვს ალბათ მნიშვნელობა არის ის, რომ ამ შემთხვევაში ქველმოქმედებას ეხება, ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობა ნამდვილად არ წაახალისებს ქველმოქმედებას ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კუთხით, არამედ ზოგადად ქველმოქმედებას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს და ალბათ შეიძლება რომ თუნდაც საგადასახადო კანონმდებლობის გადახედვა ამ კუთხით შეიძლება რომ სულად წაახალისოს და მარტონდობის პრობლემა შეიძლება არც იყოს ამ კუთხით და ბევრი სხვა პრობლემა არის, რომელსაც ყურადღებას არ ვამახვილებთ. თუ შეიძლება ბატონ ლაშას რო ვუპასუხო, მე ნამდვილად არ ვარ სინგაპურიზაციის მომხრე, თუ ამაში გულისხმობთ იმას, რომ დემოკრატია გადავდოს და ჯერ ეკონომიკა განვავითაროთ, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გვინდა უფრო მეტი გავლენა ჰქონდეს არასამთავრობო სექტორს, იმისთვის რომ მეტი გავლენა მოიპოვოს არასამთავრობო სექტორმა, მას საზოგადოებაში უნდა ჰქონდეს მეტი მხარდაჭერა. აი მონაცემს ძალიან კარგად გამოიყენებს ხელისუფლება, რომ 8%-იანი ნდობა აქვს არასამთავრობო სექტორს და იტყვის, რატო უნდა მოვუსმინო მე არასამთავრობო სექტორს, რომელიც მიმართაც ნდობას გამოთქვამს მოქალაქეების 8%. და იმისთვის, რომ ეს არგუმენტი არ ქონდეს ხელისუფლებას და იმისთვის, რომ საზოგადოება უფრო მეტად დაუჭიროს მხარი სამოქალაქო სექტორს, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დემოკრატიის განვითარებაზე უნდა იმუშაონ, მაგრამ იმ საკითხებსაც უნდა შეეხონ, რაც ხალხს აინტერესებს, რომ რაღაც ერთმანეთისკენ წავიდეს საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი. თორე არავინ არ ამბობს, რომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. არ მithქვამს, რომ იმ საკითხებს არ უნდა შევეხოთ, მე უბრალოდ სხვა რამე ვთქვი. მე ვთქვი, რომ პრობლემა ის არის, რომ მარტო იმ საკითხებს უნდა შევეხოთ, სულ ეგვესმის რა, რომ არ არის დანარჩენი პრობლემა, არ არის ჩვენი პრიორიტეტი, ხა ბატონ გიგა დამეთანხმება და არაერთის მოგვისმენია. ერთად ეს აზრი, რომ პრიორიტეტი არ არის დემოკრატია, ვინ ამბობს და ძალიან ბევრი ამბობს. აქ მე მგონი არავინ არ ამბობს ამ საკითხს. ძალიან კარგია თუ აღარ ამბობს, ძალიან კარგია. დასასრულისკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენი საუბარი. შორინა, პერსპექტივა თქვენი აზრით უფრო გაძლიერებისკენ მიდის არასამთავრობო სექტორი თუ პირიქით შეიძლება დასუსტებისკენ? ისა ერთი მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კვლევის მიხედვით საზოგადოებისთვის პირველი პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებები და დემოკრატიული განვითარება. 52% ეს უახლესი კვლევა ერთი კვირის წინ გამოვეცით მონაცემები. რაც შეეხება პერსპექტივას, მე მაინც მგონია, რომ უფრო ვითარდება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება. რატო? იმიტომ რომ ჯერ ძალიან განსხვავებულია საქართველოს კონტექსტი, თქვა დასავლეთ ევროპის კონტექსტისგან, ხო? სამოქალაქო საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში უფრო რაღაცა ცვლილებების განმახორციელებელი, რაღაც აგენტის როლს და განვითარების აგენტის როლს ასრულებს, ხო? მას შემოაქვს, ნერგავს რაღაც ახალ კონცეფციებს და მიაქვს როგორც შეუძლია თავისი რესურსებით საზოგადოებამდე. შესაბამისად და კიდე ერთი მთავარი პრინციპი რაღაც არის მოხალისეობრიობა, სიმამაცე იმ ადამიანების, ვინც ჩართული ამ სექტორში და თავისუფლება. რაღაც აი ამ პრინციპების და ღირებულებების მატარებელი თითოეული სამოქალაქო საზოგადოების წევრი ორგანიზაცია და ადამიანიც უნდა იყოს. ანუ ეს ღირებულებები პირველ რიგში ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ვითარდება სექტორი მიუხედავად აი უამრავი პრობლემისა, რაც გვაქვს დაწყებული ფინანსური, ორგანიზაციული განვითარების კუთხით, მაგრამ მაინც მიდის განვითარებისკენ, იმიტომ რომ აი ამ კონტექსტში აშკარად გამოჩნდა, მე ყოველ შემთხვევაში ესე ვფიქრობ, აი მშვალედური რგოლის მნიშვნელობა, რომელიც რაღაცა საჭიროებების მიმწოდებელია ხელისუფლების მიმართ და პირიქით ის ძალიან ახლო კონტაქტში უნდა იყოს საზოგადოებასთან. პერსპექტივებთან დაკავშირებით. რაც შეეხება პერსპექტივებს, უპირველეს ყოვლისა ალბათ უნდა ვიქონიათ მხედველობაში ის გარემო, რა გარემოშიც უწევს მოქმედება ჩვენ სამოქალაქო სექტორს. მე გულისხმობ არა მარტო პოლიტიკურ საკანონმდებლო, არამედ აფსიქოლოგიურ გარემოსაც. ისევ და ისევ კვლევის შედეგებს დავაყენოთ, რა თქვა, ლიტონის სიტყვებით საუბარი არ გამოგვივიდეს. ინდიის კვლევებში მოსახლეობა ყველაზე პრიორიტეტულ ამოცანებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილას აყენებს სიტყვის თავისუფლებას და მედიის დამოუკიდებლობას. რაღაც 5 თუ 7%, 5 თუ 1% არის თქვათ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ
ეს არის ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხი. არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო სექტორი, მოდით ასე ვთქვათ, დღეს არის ადაპტაციის პირობებში, რომ რაღაცნაირად შეეგუოს იმ მდგომარეობას, რომელშიც ის დღეს აღმოჩნდა. და ხშირად ამ პროცესში ადგილი აქვს დაუშვებელ კომპრომისებს. კომპრომისებს იმ კუთხით, რომ ხშირად კომპრომისებს ვისთან ბატონ ზაუ? კომპრომისებს ისეთ საკითხებში, რაზედაც ჩემის აზრით სამოქალაქო სექტორი არ უნდა მიდიოდეს კომპრომისებზე. ხელისუფლებასთან? თუნდაც ხელისუფლებასთან. გასაგებია, ბატონ ქეთი და შემდეგ ბატონ ახას თქვენ. ხმელბად გავაგრძელებ იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემო, სამოქალაქო საზოგადოება განყენებულად ესე არ არსებობს, ხო ეს არის ორგანული ნაწილი საერთოდ საზოგადოების, ისევე როგორც ხელისუფლება და სხვა ტიპის ინტერესთა ჯგუფები. ამიტომ დღეს სამოქალაქო საზოგადოებას უწევს იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც ზოგადად არსებობს. თუ კი არის პოლიტიზებული და პოლარიზებული, იმიტომ რომ დაუშვათ ესეთივე სურათია პოლიტიკურ სპექტრში, განსაკუთრებული აქ არაფერი არ ხდება. უბრალოდ მე მაინც მგონი რომ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ვითარდება, გარკვეული ასე ვთქვათ, გარემოებების მიხედვით, თუ კი ვარდების რევოლუციის შემდგომ იყო იმის განცდა, რომ დასუსტდა სამოქალაქო საზოგადოება, რადგან ძალების გადადინება მოხდა ხელისუფლებაში და ასე შემდგომ, თავიდანვე აღნიშნეთ, რომ გარკვეული რეანიმაცია განიცადა ამ პროცესმა, დღესაც იცვლება. მე ვფიქრობ, არსებობს პოტენციალი საკმაოდ ძლიერი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს საუბრობდით რაღაცა კვალიფიკაციის და ადამიანური რესურსების ნაკლებობაზე და ასევე საზოგადოებრივი ინტერესების ასახვის ნაკლებობაზე და ამიტომ მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის იქნება ის, რომ უფრო მეტად გაიხსნეს სივრცე იმისათვის, რომ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებმა სამოქალაქო საზოგადოებიდან შეძლონ მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ეს უფრო ფართო პროცესია. გასაგებია, ბატონ ახას. ხო, მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ არის მოკლებული უნარს გამოხატოს საზოგადოებრივი ინტერესი. ამას სამოქალაქო საზოგადოება აკეთებს და მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ძალა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია. ამიტომ არის, რომ ხშირ შემთხვევაში გვიწევს საუბრები იმაზე, არის თუ არა პოლიტიზირებული სამოქალაქო სექტორი, იმიტომ რომ როგორც წესი აქ თვითახკმაზე არ არის საუბარი, საუბარი არის როგორც წესი, ასე ვთქვათ, სახელების მიცემაზე. რაც შეეხება პერსპექტივას, ვიტყოდი, რომ მომავალი განვითარება სამოქალაქო სექტორის საქართველოში როგორც შეიძლება წარმოვიდგინოთ, უფრო იმ მიმართულებით, რამდენად შეძლებს სამოქალაქო სექტორი, ან მისი მომავალი დამოკიდებულება რამდენად შეძლებს სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციები, რომ დაამყარონ თავიანთი საქმიანობა უშუალოდ საზოგადოებრივი ჯგუფებთან თანამშრომლობას. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, ეს არ მოახდენს გავლენას. წინ არჩევნები გველოდება. პოლიტიკურ პროცესზე სამოქალაქო სექტორის საქმეება ყოველთვის ახდენს გავლენას, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც დღეს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ იზოლირებულ მდგომარეობაშია სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციები და თავიანთ პროდუქტს, როგორც ასეთი, ქმნიან როგორც წესი, ან უცხოელი პარტნიორებისთვის, ან იმისთვის, რომ თუნდაც შიდა წრეებში მსჯელობები წარიმართოს და ამის საფუძველზე რაღაც საერთო პოზიციები დაფიქსირდეს, იმიტომ რომ ფართო სოციალურ მხარდაჭერაზე ასეთი ხედვების მიმართ მაინც და მაინც საუბარი საქართველოში არ გვიწევს. მაგრამ თუ საუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკურ პროცესებს წაახალისებს, რა თქმა უნდა, ესეთი გავლენა აუცილებლად ექნება ნებისმიერ შემთხვევაში. გასაგებია, ჩვენი საუბარი დასასრულისკენ მიდის, თუ ვინმეს გსურთ, შეგიძლიათ დაამატოთ, მაგრამ და დავასრულოთ ჩვენი საუბარი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის და მონაწილეობისთვის. რეკლამის შემდეგ წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. 1984 წელი ესპრიტის პროგრამა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დაბანდებული მილიარდები. იალქნიანი გემი ევროპა საინფორმაციო ტურნე მსოფლიოს გარშემო ევროპის ერთიანობის შესახებ. ევროპის ერთიანობა გუნდური სპორტი. რეკლამის შემდეგ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილიამ მეორის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოში დაფუძნდა უფასო სატელეფონო საინფორმაციო და ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური თანადგომა. სამსახური მუშაობს ყოველ დღე 11-დან 18 საათამდე. ჩვენი ტელეფონის ნომერია 43 55 00.
ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდის თაოსნობითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესისა და უნიტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ვარკეთილში შენდება წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია. მიიღეთ მონაწილეობა ეკლესიის მშენებლობაში, რათა საუკუნოდ იყოს ხსენება სამშობლოსათვის გმირულად დაღუპული ვაჟკაცებისა. შეიტანეთ თქვენი წვლილი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დახმარებაში. ნუ გადაყვეთ ქაღალდ, შეაგროვეთ და ჩაყარეთ მწვანებელში. პროექტი მწვანეკუთი. შიზოფრენია, ჰალუცინაცია, პანიკური და ფსიქოზური აშლილობა, აკვიატებული აზრები. ფსიქიატრიულში გატარებული ათეული წლები და ზოგჯერ მთელი ცხოვრება. რა შემთხვევაში ათავსებენ ავადმყოფებს კლინიკაში? გზა ფსიქიატრიული საავადმყოფოსკენ. ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანები და მცდარი შეხედულებები მათ შესახებ. ვახოს ანაიას რეპორტაჟი ფსიქიატრიულის პალატებიდან. შაბათს, საღამოს 9 საათზე, პირველ არხზე. რომელი ტრადიციები ზღუდავს ქალთა აქტიურობას? ავთოდ ესეთ რამე გამიგია რა, რომ ბები აკვანთან, ბაბუა სხვა ქალთან. ვინ არიან ის ქალები, რომლებმაც პატრიარქალური კულტურა დაანგრიეს? პარასკევს 10 ივნისს ქალთა უფლებების დამცველი თათა ცოფურიშვილი გადაცემაში წითელი ზონა. ინდოელი რეჟისორი სატიაჯიტ რეის უკტავი კინოფრესკა ჩარულოტა, თაგორის იუბილე და დიდი პოეზია ეკრანზე. თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ რა ხდება. შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა ყველაფერზე, რაც გაინტერესებთ და გაწუხებთ. ვისაუბროთ, ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ საჯაროდ. საჯარო პოლიტიკა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროექტი. ყოველი თვის ბოლო შაბათს, საღამოს 10 საათზე. გადაცემა ევროპული არჩევანი კვლავ პირდაპირ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. 1984 წლის 28 თებერვალს მიიღეს პროგრამა ესპრიტი, რომელიც ითვალისწინებდა კვლევების წარმოებას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა ესპრიტის პროგრამის პირველი ეტაპი, რომლის ბიუჯეტი 4 წლის განმავლობაში 1,5 მილიარდ ევროს მოიცავდა. მისი ნახევარი ევროკომისიის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, მეორე ნახევარი პროექტის მონაწილე ქვეყნებიდან. ბრიუსელში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საბჭოს პრეზიდენტმა კლოდ ჩესიმ საზეიმო ვითარებაში იალქნიან გემს ევროპა უწოდა. ამ ფაქტს მრავალი ევროპელი პოლიტიკოსი ესწრებოდა. ასოციაციამ სვლა ევროპისთვის 11 მეტრიანი ნავი საფრანგეთის ტურნესთვის შეამზადა. ეს არაკომერციული ორგანიზაცია 1976 წელს საზოგადოების ინფორმირებულობის გასაზრდელად და იმ მიზნით შეიქმნა, რომ ევროპის შენება არის სპორტის გუნდური სახეობა. მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობაში 1977-79 და 1981-82 წლებში ასევე მონაწილეობდა იალქნიანი გემი რომის ხელშეკრულება. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ევროპული არჩევანი გემშვიდობებათ მომავალ 4 შაბათამდე, საღამოს 10 საათამდე. ნახვამდის.